დასაქმების ხელშემწყობი პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარგებლობის უფლებით სასათბო რეკონსტრუქციები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს. მემორანდუმის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რომელიც მოითხოვს ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხმევას. ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას დევნილთა და სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მიმართულებით. მემორანდუმი ითვალისწინებს მომდევნო წელს თანამშრომლობას სხვა სოციალურ პროექტებში მონაწილეობაზე. დეპარტამენტს თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე გააჩნია ადამიანური და მატერიალური რესურსი, რათა განახორციელოს დონორებთან ერთად, არასამთავრობო სექტორთან ერთად სხვა პროექტები, კერძოდ ლაპარაკია პირველი პილოტური პროექტის განხორციელება ლაგოდეხის რაიონში. დაიწყება მომავალ წელს და იქნება პილოტური პროექტი, რომელიც საშუალებას მოგცემს ანალოგიური წარმატებული სოციალური პროექტები განახორციელოთ ქვეყნის სხვა რეგიონებში. ჩვენ გვაქვს ამოცანები დასახული ერთობლივი, ეს არის სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის მაქსიმალური ხელშემწყობი პროექტების განხორციელება, რათა მოხდეს მათი სოციალიზაცია და სამოქალაქო საზოგადოებაში მათი ჩართულობა. ასევე ამ პროექტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი, ეს არის ეკონომიკურ საქმიანობაში ამ ადამიანების ჩართვა. ეს პროექტი განხორციელდება კახეთის რეგიონში, სადაც ჩვენ ვოპერირებთ რამოდენიმე ბავშვთა სახლს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ რამოდენიმე სათბური, ამ სათბურში შემოვიდა როგორც საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე ტექნოლოგიები, დავასაქმოთ ადამიანები, ხელი შეუწყოთ სოციალური პროექტების განხორციელებას, ისიც როგორიცაა მაგალითად ბზის პროგრამის გადარჩენა და ასე შემდგომ და მომავალში ვითანამშრომლოთ მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ვინც სოციალურად მოწვდად ფენებზე მუშაობს და მათთან მიმართებაში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს. ერთი პრაქტიკა გვაქვს ჩატარებული კოლხური ბზის გადარჩენის თაობაზე, ეს არის სოფლის რაიონი სოფელ რიყეში. ვიღებთ ახლა მეორე მიმართულებას, გვინდა ამ ლაგოდეხის რაიონში, რომ ჩაერთონ ამ კოლხური ბზის გადარჩენას ახალგაზრდობა.